ახალ ამბებს გაგაცნობთ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გლოვობს უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც ერთი ეპოქა შექმნა. პატრიარქისთვის პატივის მისაგებად და მასთან გამოსამშვიდობებლად ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა. პავლაბრის მოედნიდან სამების აღმართამდე ხალხის ნაკადი კიდევ უფრო იმატებს. მოქალაქეები რეგიონებიდან არიან ჩამოსული. მის ღვაწლზე ყველაზე კარგად მეტყველებს კადრები, რომელსაც ამ წუთებში ხედავთ. საათზე ყველა ეკლესია მონასტერში სამგლოვიარო ზარები დაირეკა. ასე იქნება ხვალაც დღის 12 საათზე. სასულიერო პირებს აღნიშნული შესახებ საქართველოს საპატრიარქო მოუწოდა. ზარების რეკვის დროს მოქალაქეები ქუჩაში ჩერდებოდნენ და პირჯვას იწერდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს პატრიარქის ბოლო სამოქალაქო პანაშვიდია. დილით კი მღვდელმთავრებმა წირვა ჩაატარეს. არ წყდება ხალხის ნაკადი გრძელ რიგში, საიდანაც მარიამ ბუღაძე გვერდება. სამების საკათედრო ტაძართან ეკლესიაში შესვლის მომლოდინეთა ისევ დიდი რიგი. როგორც ვიცით, მოქალაქეები საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ, არ წყდება მათი ნაკადი და ახლა 10,000-ობით ადამიანს მხოლოდ ერთი რამ სურს, რომ უკანასკნელად მიაგოს პატივი იმ ადამიანს, რომელიც იყო ქვეყნის სულიერი მამა და ერის იმედი. ამ გზით მოქალაქეები ცდილობენ, რომ მადლობა უთხრან პატრიარქს იმ უპირობო სიყვარულისთვის, რომელსაც ის გასცემდა. ილია მეორის სიტყვას დიდი ძალა და მადლი ჰქონდა. ის ყველა რთულ პერიოდში ქართველი ხალხის გვერდით იდგა და იყო მათი მთავარი საყრდენი. ახლა ყველა თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია ცხოვრება გავაგრძელოთ იმ შეგონებებით და ილია მეორის მთავარი სურვილით, რომ საქართველო იყოს ერთიანი და გვიყვარდეს ერთმანეთი. მთავარი ადამიანებმა გავიგოთ რა დავკარგეთ და ვიცოდეთ, რომ გვასწავლა მოთმინება, სიყვარული და ეს ყველაფერი გავრცელებული იყოს, რაც მას გულით უნდოდა. ბრძენი ადამიანი, დიდებული ადამიანი. ყველა ქართველმა დაკარგა წინამძღოლი. პატრიარქმა მოიმკაიც, რაც დათესა. დიდი სიყვარული, რაც გასცა, მას უბრუნდება 1000 მაგათი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს სიყვარული გამრავლდება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ძალიან კეთილი. ყველას გვიყვარდა და გვეყვარება ყოველთვის. დარჩება ჩვენ გულებში. ძალიან დიდია მისი ღვაწლი, მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა და დაგვიბარაკიდებათ, რაც მე ვერ გავაკეთე, ის თქვენზე იქნებოდა, თქვენ გააკეთეთ. ყველა გულწრფელად ტირის და აქ ვინც არის მოსული, აი ემოცია ალბათ არის იმისეთი დიდი, რომ გამოუთქმელია. ის ყოველთვის მოგვიწოდებდა სიყვარულისკენ, მოგვიწოდებდა მშვიდობიანობისა და ერთიანობისაკენ და მე ვფიქრობ, რომ ის ანდერძს ყველა შევასრულებთ. ბავშვობიდან რაც თავი მახსოვს, მისი სიყვარულით მოვდივართ და მისი სიყვარულით ვიზრდებით. მისი გარდაცვალებით ეს მგონია, რომ კიდევ უფრო დიდი სითბო და კიდევ უფრო ერთობა გვაჩვენა, რომ აუცილებლად ერთად უნდა ვიყოთ, ერთიანები უნდა ვიყოთ და რაც თავარია ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. დედიკას დავკარგეთ. ერის მამა და მამა იყო და იქნება ყოველთვის. ეხლა ზემოდან დაგვიფხარება უძმდეს. მისი სიტყვები აღსრულდა, რომ აი დღეს ხო ხედავთ, რომ ქართველიერი ყველა გამთრიან და ყველას ერთი ტკივილი გავკავშირებს, რომ პატრიარქი ჩვენთან არ არის. მაგრამ უფლის წინაშე ყავს ფარველი და მეოხი. სამების საკათედრო ტაძარში სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სპორტის მინისტრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ასევე უწმინდესის ხსოვნას პატივი მიაგო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა. ტაძარში იმყოფებოდნენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები. მე შეგახსენებთ, რომ ეკლესიის კარი ყველა მოქალაქისთვის ღიაა და სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დასრულდება. უსმენდით მარიამ ბუღაძეს. პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძრისკენ დაიძრნენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები, რომელთაც სხვა ახალგაზრდებით შეუერთდნენ. ანუკი ჩხიკვაძეა პირდაპირ ეთერში. ერის სულიერ მამას უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებენ ახალგაზრდები. ეს დღევანდელი დღე დაიგეგმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის მიერ და ამ ახალგაზრდებს უკვე შეუერთდნენ სტუდენტები, უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ პატივი უნდა მიაგონ სულიერ მამას უკანასკნელ გზაზე და ახლა ისინი იმყოფებიან აულაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საწყისი ლოკაცია იყო ბარათაშვილის ხიდი, სადაც ამ ახალგაზრდების შეკრება მოხდა. ისინი საუბრობენ ილია მეორის როლზე საქართველოს განვითარების, ეკლესიის განვითარების მიმართულებით და ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ახალგაზრდობამ შეინარჩუნოს ის მემკვიდრეობა, რომელიც ქვეყნის სულიერმა წინამძღოლმა დაუტოვა საქართველოს. ისინი საუბრობენ მათ შორის იმაზე, თუ რა დანატოვარი აქვს მათ შორის განათლების მიმართულებით ილია მეორეს. ამბობენ, რომ შეუცვლელია ის წვლილი, რომელიც მან საქართველოს ისტორიის განვითარებაში შეიტანა, მათ შორის არა მხოლოდ
სასულიერო განათლების, არამედ ზოგადად განათლების განვითარების მიმართულებით, სწორედ ახალგაზრდებს განათლების სიყვარული მან შეაყვარა. ისინი ამბობენ, რომ ის იყო ადამიანების მეგობარი, ყველა საქართველოს მოქალაქეებთან ძალიან ახლოს მყოფი და ყოველთვის გულთან მიჰქონდა ის ტკივილი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა და განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდა თაობაზე, როგორც გითხარით, მსვლელობა ახლა ალუბრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. აქ კიდევ უერთდებიან ახალგაზრდები ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს და ისინი ნელ-ნელა გადაინაცვლებენ სამების ტაძრის მიმართულებით და პატივს მიაგებენ ქვეყნის სულიერი მამის ხსოვნას, როგორც უკვე გითხარით. აქ შეკრებილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ შეუცვლელია ის ღვაწლი, რომელიც ილია მეორემ ქართველი ხალხის და ახალგაზრდების განვითარებისთვის თავისი სრულიად მთელი ცხოვრების მანძილზე შეიტანა. სამძიმრებ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ამ დიდ დანაკლისს ჩვენი უწმინდესი იყო. ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოწოდებული იყო ერთობისკენ, სიყვარულისკენ და განსაკუთრებულ ზრუნვა ჰქონდა მას ჩვენ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდა თაობაზე და ჩვენ რა თქმა უნდა უფლება არ ქონდა, რომ პატივი არ მიგეგო მისთვის აქ არიან შეკრებილები ახალგაზრდები, სტუდენტები, ადამიანები, რომლებიც მის მაგალითზე მის სიკეთეზე გავიზარდეთ. პატრიარქი იყო ნამდვილად ეპოქალური ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წარუშლელი კვალი დატოვა ისე როგორც უფროს თაობაში, ასევე ახალგაზრდებში. მისი მადლით, მისი ლოცვა-კურთხევით, მისი სიყვარულით ვარ ჩვენ ახლა ახალგაზრდები შეკრებილი და ვცდილობთ ჩვენი წილი პატევი მივაგოთ მას ჩვენი ახალგაზრდული მსვლელობით. უმძიმესი დღეა დღეს საქართველოს ისტორიაში, თითოეული ქართველის გულში დიდი ტკივილის უფევს. მაგრამ თითქოს გვანუგეშებს ადამიანებს, თითოეულ ქართველს გვანუგეშებს ფაქტი, რომ ქართველები ისევ ერთად ვდგავართ და თითქოს შევასრულეთ, თითქოს კი არა და ნამდვილად შევასრულეთ პატრიარქის თანაბარები, რომას უნდოდა ენახა გამთლიანებული საქართველო. დავკარგეთ ადამიანი, რომელმაც უდიდეს როლი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში რელიგიის მხრივ. ამ ადამიანმა ფეხს ამოგვაყენა თითოეული ჩვენგანი, ჩვენთაგანი და შეუძლებელი და დღეს რომ მდგავართ ფეხზე ქრისტიანობის თვალსაზრისით. ეს არის სწორედ ამ ადამიანის ამსახურება და უდიდესი ღვაწლი მიღებს ამ მხრივ ილია მეორეს ჩვენი ქვეყნისთვის. ალუბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით იკრიბებიან ახალგაზრდები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც უერთდებიან ამ მსვლელობას, რათა პატივი მიაგონ ილია მეორეს უკანასკნელ გზაზე. როგორც გითხარით, აქ მყოფი ახალგაზრდები კიდევ ერთხელ იხსენებენ იმ ღვაწლს, რომელიც ილია მეორეს ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ეს მემკვიდრეობა ღირსეულად შეინახონ ის ფასეულობები, რომელიც ილია მეორე მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა. ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა. სიონიდან სიონამდე საქართველოს 151 პატრიარქი ილია მეორე დაიკრძალება მისთვის გამორჩეულად საყვარელ ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში, საკურთხევლიდან მარცხენა მხარეს. განსაკუთრებულ სიწმინდეებს შორის სიონში დაკრძალვა იყო თავად პატრიარქის სურვილი. 2004 წელს სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის შემდეგაც ისტორიული სიონი კვლავ დარჩა საკათედრო ტაძარი, სადაც ილია მეორე პერიოდულად ისევ ატარებდა ღვთისმსახურებას. მარიამ ლორდ-ქიფანიძე გვერდდება სიონის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. დიახ, სიონის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება ითქვას, რომ ახლა სპეციალური და განსაკუთრებული ზომებია მიღებული იმისათვის, რომ დასრულდეს ბოლო ეტაპის სამუშაოები. აქ ეწყობა რკინის ჯებირები, ასევე რკინის კონსტრუქციები, სადაც დამონტაჟდება დიდი ეკრანები და ხვალ უკვე ვისაც სურვილი აქვს, რომ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილოს, შესაძლებლობა ექნება, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას უკვე გარედან აადევნოს თვალი. რაც შეეხება უშუალოდ აქ არსებულ მდგომარეობას, დილიდან მოდიან ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ ილია მეორეს ჩვენი ერის სულიერ წინამძღოლს, მათ ბუნებრივია უჭირთ ემოციების გარეშე პატრიარქზე საუბარი და უჭირთ წარსულ დროში მასზე საუბარი, თუმცა მათ აერთიანებთ სიამაყის განცდა, რომ ყავდა საქართველოს ასეთი პატრიარქი და სათქმელი აქვთ მხოლოდ ის, რომ ძალიან უყვარდათ და ძალიან მადლიერი არიან ილია მეორის. და რა თქმა უნდა, ესეც ბუნებრივია, იმიტომ რომ ილია მეორე იყო ის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის რთულ გზაზე ღირსეულად ატარა. ჩვენ ახლა მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტაძარში შევიდეთ, რადგანაც ამ წუთებში ტაძარში იმყოფებიან არქეოლოგები და ისინი აზუსტებენ ბოლო ეტაპის სამუშაოებს. უკვე გაჭრილი არის საფლავი ილია მეორის, როგორც უკვე იცით, საფლავი იქნება წმინდანებს შორის ამბიონზე, საკურთხევლიდან მარცხნივ ჩრდილოეთ ნაწილში და ეს იყო თავად კათოლიკოს პატრიარქის სურვილი, რომ ის დაეკრძალათ დედა ეკლესიაში სხვა კათოლიკოს პატრიარქების გვერდით.
ორგანიზაციული სამზადისი უკვე დასრულებულია და ჩვენ ყველანი ველოდებით ხვალიდეთ დღეს უამრავი სტუმარი არის ჩამოსული და ერთი დიდი ნუგეში ჩვენ რაც გვაქვს არის ის რომ ჩვენ გვყავდა ასეთი დიდი პატრიარქი და ჩვენ როდესაც გვისამძიმებენ პირიქით ჩვენს ყველა ადამიანს ბრელს სამძიმებ და ეს არის საერთოდ ტკივილი ძალიან ბედნიერები ვართ რომ ფიზიკურად იგი მუდამ ჩვენთან იქნება საკათედრო ტაძარში სიონში დაკრძალული და ფიზიკურად დაგვესწრება ყველა მსახურებას. ყველაფერი არის დაგეგმილი, ეკრანები მონტაჟდება რომ არავინ არ დარჩეს ყურადღების გარეშე და ყველამ რომ მიიღოს ინფორმაცია. ეს ტაძარი არის სიონი, რომელიც პატრიარქს უსასრულოდ უყვარდა. წვრილოცებს აღავლენდა აქ და ძალიან ხშირად მობრძანდებოდა ხოლმე ჩვენც ვიგრძნობთ თავს როგორც საკუთარ სახლში მოსულები და პატრიარქს შევეგებებით ხოლმე აქ. ძალიან გული დამწყდა და მის სიტყვებს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და გვერდში უნდა დაუდგეთ ერთმანეთს აუცილებლად. ყოფილი ემიგრანტი ვარ შვედეთის და შვედეთის სახელით და ემიგრანტების სახელით მოვიტანე სიონის ტაძარში დიდი გვირგვინი რათა ხვალ ჩვენ პატრიარქს დავხვდეთ როგორც შეგვიძლია ემიგრანტებს ისევ. ხალხმრავლობა იყო, როგორც უკვე გითხარით, დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მღვდელმსახურებმა და სასულიერო პირებმა აღავლინეს წირვა და ჩაატარეს მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მე შეგახსენებთ, რომ ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძრიდან ხვალ სიონში გადმოასვენებენ და აქ მოხდება მისი დაკრძალვის ცერემონია. ეს მარიამ ლორდ-კიფანიძე იყო. დილიდან ხალხმრავლობა იყო ალავერდის მამათა მონასტერში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა მრევლმა. განმაერთიანებელი ჩვენი იყო პატრიარქი. პატრიარქს ჰქონდა ღვთისგან მონიჭებული აი ეს ძალიან დიდი ძალა რათა სრულიად საქართველოს ერთ მუშტად შეეკრა. კიდევ ერთხელ მიუსამძევრებ სრულიად საქართველოს. ყველას გული დასწყვიტა რა საქართველოს და საქართველოს საზღვარგარეთ გარეთაც. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს და იქიდან ილოცოს ჩვენი სულებისთვის. საქართველოს იმხელად დანაკლისი აქვს ჩვენი ძვირფასი პატრიარქის მხრიდან რომ ვერ გამოთქვამს ერი. ძალიან მიხარია, ამდენ ადამიანს ყვარებია და არ ჩანდა ეს სიყვარული. იქ გაიგებს ის ჩვენი უძვირფასესი პატრიარქი. პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც პატრიარქის ლოცვა კურთხევით აიგო. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული აფხაზეთიდან დევნილები, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები. სიმბოლურია დღეს აფხაზეთის საზოგადოების შეკრება ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგან აღნიშნული ეკლესიის მშენებლობა მოხდა ყოვლადწმინდა ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის არ იყო მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო ბიჭუნდისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი და მისი მოღვაწეობა იყო დაკავშირებული აფხაზეთთან. მე მჯერა რომ მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ კუთხეს, ჩვენს აფხაზეთს. ქედი მოვიხარეთ პატრიარქის წინაშე და კიდევ ერთხელ აი ამ ხალხმა ჩვენ ყველა იმ ადამიანმა ვინც დღეს საქართველოში გლოვობს და დასტურა რომ არა მარტო ჩვენი პატრიარქის მიმართ არის ეს უდიდესი პატივისცემა, არამედ მისი იდეის მიმართ ვიყოთ შემწყნარებლები, ვიზრუნოთ მშვიდობაზე, ერთმანეთს ვცეთ პატივი და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიჭირს სიტყვებით გადმოვცეთ ის თუ რას ვგრძნობთ, თუმცა ერთის თქმა აუცილებლად შეიძლება, რომ ჩვენ ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს, განსხვავებულად ვგრძნობთ და ვიცით ერთმანეთის გვერდში დგომა. ჩვენ მოუწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაგვიტოვა ძალიან დიდი ძალა ერთობის და სიყვარულის, რომელიც აუცილებლად გაგვინათებს გზას. ყველა სფერო ის, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკლესიის წინსვლას ეხებოდა, მისი უწმინდესობისთვის
ერთგვარი საფიქრალი და საზრუნავი იყო და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ მისი დაუღალავი შრომა და შეუწყვეტელი მუხმოდრეკილი ლოცვა ღვთისგან მისი სულისთვის დაფასებული იქნება და უფალი მას სათავსასაფროში ასწილად მოაგებს იმ 8 წლის და დამსახურების გამო, რომელიც მას დედა ეკლესიის და მისი ქვეყნის და ერის წინაშე აქვს. დედაქალაქსა და რეგიონებში ადმინისტრაციულ შენობებზე პატრიარქის ბანერებია გადმოფენილი. დამონტაჟებულ ეკრანებზე კი აჩვენებენ ილია მეორის ვიდეო რგოლებს. კადრებს პატრიარქის მოღვაწეობიდან. ბარათაშვილის ხიდზე კი გადმოიფინა ბანერის შემდეგი წარწერით: ღმერთი სამშობლო ადამიანი. დღეს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტს. სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან. 21 მარტს 15 საათიდან 00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებით: თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის ქუჩა, იცვლება მიმართულება: რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა, მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი, ქეთევან დედოფლის გამზირი, სასტუმრო მეტეხიდან მეტროსადგურ ავლაბრეს მიმართულებით, ავლიპ ზურაბიშვილისა და თელავის ქუჩები, წურწუმიას ქუჩა, ახვლედიანის მოედანი. ამ პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით. სოლოლაკიდან ავტომობილების ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს. ზემო ვერაზე მოძრავი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით, მრგვალი ბაღის მიმართულებით. ასევე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით. კოტი აფხაზის ქუჩიდან ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე. თავისუფლების მოედანზე მოძრაობა სრულად არის შეზღუდული. ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით. ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასამდე, საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ სოკარის ცენტრალური ოფისის მიმართულებით. პატრიარქის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები მთელი საქართველოდან ჩამოდიან თბილისში. კახეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო, ზემო სვანეთი. ისინი ღამით და დილით ადრე დაიძრნენ. როგორც ამბობენ, ემშვიდობებიან ეპოქალურ პიროვნებას. მოქალაქეებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება. სამოქალაქო პანაშვიდზე 12 საათზე გამოემგზავრნენ ქუთაისიდან, ავტობუსები დედაქალაქისკენ, ცენტრალური მოედნიდან და ტორპედო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. ძალიან მოწმოსილი პატრიარქი ყავს. ახლა ზეცაშია და ჩვენზე ლოცულობს. პატრიარქი იყო სიყვარული. მთელი სულით და მთელი გულით მინდა რომ მადლობა გადაუხადო ილია მეორეს, რომ ხალხი გააერთიანა. კათოლიკოს პატრიარქს იხსენებს ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი. არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი აღნიშნავს, რომ ილია მეორეზე ამბობენ, რომ წმინდანია და მისთვის მართლაც წმინდანია. არქიმანდრიტის თქმით, მალე ილია მეორეს წმინდანად შერაცხავს ეკლესია. მასზე ამბობენ წმინდანიაო და ჩემთვის მართლაც წმინდანია. ნახავთ, რომ მალე მას წმინდანად შერაცხავს ეკლესია. როდესაც წირავდა, ნათელს ასხივებდა. იყო ძალიან კაცთმოყვარე, ძალიან ღმრთის მოყვარე, ძალიან ძმათ მოყვარე. მუდმივად ჰქონდა მსხვერპლგაღებისა და თავგანწირვის განწყობა. მჯერა პატრიარქი ილია უფრო მეტად დაეხმარება იქიდან თავის სამშობლოს, თავის ქვეყანას, თავის ეკლესიას.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. როგორც აღნიშნავს, დიდი დანაკარგია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისათვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს. საქართველოს საელჩოში სამძიმარზე მიბრძანებულმა ანთიმოზ იბერიელის მონასტრის წარმომადგენლებმა მონასტრის წინამძღვრის სახელით ჩანაწერი გააკეთეს და პანაშვიდი გადაიხადეს უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებლად. ასევე ლუბლინისა და ხელმის მთავარ ეპისკოპოსმა მეუფე აბელმა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთა ჩანაწერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მეუფე აბელმა საქართველოს საელჩოს ლუბლინისა და ხელმის ეპარქიის მიერ გამოცემული წიგნი უსახსოვრა, რომელშიც ასახულია 2005 წელს პოლონეთის ქალაქ ლუბლინში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი. ეს დიდი დანაკარგია ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა მორწმუნისთვის. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა და სამძიმარი ელჩს, საელჩოსა და მთელ ქართველ ერს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის, სამშობლოს ერთგული და თავდადებული შვილის ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანახმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში. ამ რთულ და მწუხარე დღეებში ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის უზბეკეთის ხალხის სახელით გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს, თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ხალხის სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც აღნიშნავს, თავისი ცხოვრებით იგი აერთიანებდა საზოგადოებას და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც ქვეყნის საზღვრებს სცდება პატივი მის ხსოვნას. მინდა მიუსამძიმრო ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეს ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში, ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის ტომ ბერენდენსენის მიერ გამოთქმულ სამძიმარში, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აქვეყნებს. სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვა უწმინდესისა და უნეტარესის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. ის 10 წლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სამშობლო. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი აერთიანებდა საზოგადოებას და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც მისი ქვეყნის საზღვრებს სცილდება, მშვიდად განისვენოს. ნიდერლანდების სამეფოს სახელით მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მგლოვიარე ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა ქართველ ხალხს თითქმის 5-10 წლეულის მანძილზე უწევდა სულიერ წინამძღოლობას და რწმენისა და ერთიანობის დედაბოძის როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიის ტურბულენტურ პერიოდებში. ქართველ ხალხს იგი უყვარდა და პატივს სცემდნენ მისი სიბრძნისა და საქართველოს სიყვარულის გამო. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას სიძლიერეც ვუსურვებ ამ რთულ პერიოდში. კათოლიკოს პატრიარქზე საუბრით დაიწყო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოში ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმაზე, რომ ხელისუფლებისთვის უპირველესი ეროვნული სუვერენიტეტისა და ფასეულობების გაძლიერებაა. ნინი გოგიშვილი პრემიერის გზავნილებით ბუდაპეშტიდან. ქრისტიანული იდეალები ქართველი ხალხის მარადილ ძალა და აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში. სწორედ ასე ამ და სხვა ეპითეტებით დღეს მთავრობის მეთაურმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კონფერენციის ფარგლებში შეამკო და მან სწორედ მასზე საუბრით დაიწყო დღეს სიტყვის გამოსვლა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, მაშინ როდესაც საუბარია ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე, მაშინ აუცილებლად უნდა
უნდა ვისაუბროთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. მთავრობის მეთაურის განმარტებით 3 დღის წინ გარდაიცვალა ილია მეორე და ამ ხნის განმავლობაში მან დიდი სიყვარული მიიღო ხალხისგან, მანამდე კი 48 წლის განმავლობაში მან სწორედ ეს სიყვარული დათესდა. მოკლედ მთავრობის მეთაურმა დღევანდელი კონფერენცია და ეს პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ 51 ქვეყნიდან 667 ადამიანისთვის პირადად ეამბო ილია მეორეს ისტორია თუ რა ღვაწლი მიუძღვის მას ქრისტიანული იდეალების შენარჩუნებისთვის. ამიტომ მისი განმარტებით გარდა სულიერი წინამძღოლობისა, ის იყო სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურაც. It's a great honor. ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, სურს საუბარი დავიწყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც 3 დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართველი ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში. მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარული თავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან. ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისად მიურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო. პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით საკუთარ თავს მოვუწოდებთ და ვიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა. პრემიერ-მინისტრმა საუბარი განაგრძო ეროვნული იდენტობის დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე და მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის უცვლელი, ეს არის მშვიდობის პოლიტიკა და დიალოგის მნიშვნელობა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მისი განმარტებით მსოფლიოში ახლა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ასევე მთავრობის მეთაურის განმარტებით საქართველო ერთგულია ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, თუმცა აქვე განმარტა, რომ ამ გზაზე საქართველო აუცილებლად ერთგული იქნება რელიგიის, ეროვნული იდენტობისთვის. მან ასევე ისაუბრა უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს ნამდვილი მეგობრობისთვის და ერთგულებისთვის. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უნგრეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ჩანიშნულია 12 აპრილს და მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში არ ჩაერევა. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ აქ იმ დროს ვიკრიბებით, როდესაც მსოფლიო გადამწყვეტ ტრანსფორმაციას განიცდის. ქვეყნები ვეღარ არიან დარწმუნებულნი, რომ გუშინ მოქმედი სისტემები ხვალაც იმუშავებს. ასეთ დროს თითოეულმა ქვეყანამ პასუხი უნდა გასცეს ერთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი ღირებულებები და ტრადიციები. საქართველოსთვის ეს კითხვა ჰიპოთეტური არ არის. უკვე 20 საუკუნეა ჩვენი მცირე ზომის ქვეყანა ცივილიზაციების გზაჯვარედინზე დგას, აკავშირებს ევროპას და აზიას, კულტურას, სავაჭრო გზებსა და იდეებს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ. ერები მდგრად ნირჩებიან, როდესაც ინარჩუნებენ იდენტობის მკაფიო შეგრძნებას და ერთგულ ნირჩევიან იმ ღირებულებების, რომლებიც მათ განსაზღვრავს. საქართველოში ეს კულტურული საფუძველი მჭიდროდ არის ისტორიულად დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციასთან. ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში. ქრისტიანული კულტურის საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული
ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ჩვენი მემკვიდრეობის რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც თავისთავად ურთულესი ამოცანაა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. გლობალური გარემო დღეს მზარდი გაურკვევლობით ხასიათდება. უკრაინაში მიმდინარე ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტები გვახსენებს გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ტრაგიკულ ფასს, ადამიანთა სიცოცხლეს. საქართველომ ეს ძალიან კარგად იცის. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს. მაშინ, როდესაც საერთაშორისო სისტემა სულ უფრო მეტად ყალიბდება კონფლიქტებით, საქართველომ განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ გვწამს დაკავშირებადობის და თანამშრომლობის, არ გვწამს დაპირისპირების. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნა მაშინაც კი, როცა მსოფლიო დაკუცმაცებულია. ის სტაბილურობა, რომელსაც საქართველო დღეს ფლობს, შემთხვევითი არ არის. ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. პროგნოზირებადმა მმართველობამ და მშვიდობისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებასა და ეროვნული მდგრადობის ზრდაში. ამ მიდგომის შედეგად გამოირჩევა საქართველო. მას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის დონე გააჩნია. 2021 წლიდან საშუალო წლიური 9.3%. ჩვენი რეგიონიც სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადის. ახალი შესაძლებლობები იბადება მშვიდობისთვის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილურობას, დიალოგსა და რეგიონულ პარტნიორობას. ჩვენი ხედვა ნათელია. რეგიონს უნდა განსაზღვრავდეს დაკავშირებადობის უნარი, ვაჭრობა და თანამშრომლობა და არა კონფლიქტები ან დაყოფა. დასასრულს ხაზი მინდა გავუსვა იმას, თუ რამდენად აფასებს საქართველო ამ უმშვენიერეს ქვეყანასთან, უნგრეთთან მეგობრობასა და პარტნიორობას. საქართველოსთვის უნგრეთი მხოლოდ პარტნიორი არ არის. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო და მუდმივ მზარდი ურთიერთობა, საერთო ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ჩვენი პარტნიორობა მრავალ სფეროში განაგრძობს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მოკლებულია სუვერენიტეტს, ვერ გუობს ვერც ერთ სუვერენულ მთავრობას, რომელიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. მათთვის მიუღებელია ეწვიო ამ ქვეყანას და იხილვა ავთენტური უნგრეთი, იმ მრავალი ევროპული ქვეყნისაგან განსხვავებით, რომლებმაც არსებითად დაკარგეს საკუთარი იდენტობა. მათთვის მიუღებელია, რომ უნგრეთი თავისი პატრიოტული მთავრობის წყალობით ეფექტიანად იცავს თავს გენდერული პროპაგანდისგან, მიგრაციისგან და სხვა მანკიერებისგან, რაც თანამედროვე ევროპისთვის ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპის მომავლისთვისაც, გაიმართება ბრიუსელის ბიუროკრატიის უხეში ჩარევის გარეშე. დემოკრატიამ უნდა სძლიოს გარე ჩარევას უნგრეთის დემოკრატიულ არჩევნებში. სურს პირადად გადავუხადო მადლობა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. ის არის თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი მებრძოლი. მისი სიტყვები და ქმედებები მუდმივად გამოხატავს პატივისცემასა და ზრუნვას ქართველი ხალხისადმი. რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა. ვიქტორ ორბანის ლიდერობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ამიტომ ვუსურვებ პრემიერ-მინისტრ ორბანს ხანგრძლივ მოღვაწეობას უნგრეთის ლიდერის პოზიციაზე. ჩვენ შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან. სწორედ ასე მოიხსენია ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძე და მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. ამიტომაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით ახლა საქართველო ევროპაში არის ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერი. მიგრაცია, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დაცვა, ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში. სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ვიქტორ ორბანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება და მისი განმარტებით ახლა უნგრეთის წინაშე რთული ამოცანაა. მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 12 აპრილს არის დაგეგმილი და ის იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არ ჩაერევა ამ არჩევნებში და საბოლოოდ ისევ ვიქტორ ორბანის პარტია გაიმარჯვებს. მეგობრებო, ჩვენს შორის არის პატრიოტთა ჩემპიონი კავკასიიდან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ის რუსული დათვის ხახაშია. ევროკავშირის მხრიდან უწყვეტი ძალდატანების ფონზე, ლიბერალების მხრიდან მუდმივი ძირგამომთხრელი საქმიანობის მიუხედავად, სწორედ ის ახერხებს, რომ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი. საქართველო დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი სახელმწიფო და ერია.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციამდე, ანუ მანამდე სანამ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საზოგადოებას სიტყვით მიმართავდნენ, მანამდე ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს პირადად უმასპინძლა და ასე ვიქტორ ორბანს საშუალება ჰქონდა, რომ პირადად მიესამძიმრებინა ირაკლი კობახიძისთვის ის დანაკარგი, რაც ახლა საქართველოს აქვს ილია მეორის გარდაცვალების სახით და მან გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს იმისათვის, რომ ამ მძიმე წუთებში მან მოახერხა და ბუდაპეშტში ჩამოვიდა. კონფერენციის ფარგლებში ჩვენ როგორც უკვე გითხარით, მოვისმინეთ მთავრობის მეთაურის გზავნილები, მან ეს პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იამბა თუ რა ღვაწლი მიუძღვის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებაში. კონფერენციის დასრულებისთანავე ირაკლი კობახიძე დაბრუნდება საქართველოში, რადგან გლოვას ისევ შეუერთდეს. ნინი გოგიშვილი საუბრობდა პრემიერის უნგრეთში ვიზიტის შესახებ. ქრონიკა კი ამ დროისთვის დასრულებულია, ეთერში ვრუნდებით 17 საათზე დროებით.